კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალმებს 4-ზე, მე ქეთი მამრიგიშვილი ვარ. სახელმწიფო დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებზე ზრუნვას აგრძელებს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მზად არის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ სხვა იშვიათ დაავადებებთან ერთად დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული, სტაციონარული და კვლევითი მომსახურება. დღევანდელ ბრიფინგზე მიხეილ სარჯელაძემ საერთაშორისო კვლევებსა და სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკაზე დაყრდნობით ისაუბრა იმ მედიკამენტის შესახებაც, რომელსაც მშობლები ითხოვენ. ევროპისა და ამერიკის წამლის მარეგულირებელი ორგანიზაციების დასკვნების მიხედვით ირკვევა, რომ მედიკამენტების ეფექტურობა დადასტურებული არ არის და წამლის პრაქტიკაში გამოყენებისას ბავშვების გარდაცვალების შემთხვევები ფიქსირდება. მინისტრის განცხადებით არსებული კითხვების გათვალისწინებით საქართველოს ძლიერი ეკონომიკის მქონე ევროპული ქვეყნებიც კი თავს იკავებენ ამ მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსებისგან. ამიერიდან საზოგადოებას პერმანენტულად მივაწვდით ინფორმაციას ნებისმიერი სიახლის შესახებ, მათ შორის და მაგალითად საქართველოს მთავრობის ხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც ზოგიერთ სხვა იშვიათ დაავადებებთან ერთად დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული თუ სტაციონარული თუ კვლევითი მომსახურება. დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომელსაც აქვს პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის ისეთ შენელებაზე, რითაც ეტლის საჭიროების ასაკი შეიძლება გადავადდეს 1-დან 3 წლამდე. აქვე იმედს გამოვთქვამ და მთელი გულით გულშემატკივრობ, რომ ახლო მომავალში ასეთი მედიკამენტი იქნება გამოგონებული, რაც უზრუნველყოფს ყველას ჯანმრთელობას. მოთხოვნილია ერთ-ერთი სახეობა მედიკამენტისა, რომელზეც შარშან ამ დროს რომ წარმართულიყო მსჯელობა და სახელმწიფოს ეყიდა ერთი პაციენტისთვის $3,200,000 ღირებულების ეს მედიკამენტი. დაახლოებით 2 თვის შემდეგ ევროპის წამლის მარეგულირებელი, ეგრეთ წოდებული EMA, იტყოდა მტკიცე უარს ამ მედიკამენტისთვის ავტორიზაციის მინიჭებაზე, ანუ დაშვებაზე. მაგალითად, EMA ამბობს თავის 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში. ციტატას ვამბობ: 12 თვის შემდეგ პაციენტებში მოძრაობის უნარის გაუმჯობესების ეფექტი არ დადასტურდა პლაცებოსთან შედარებით. იმავე მედიკამენტებთან დაკავშირებით დაფიქსირებულია ბავშვების გარდაცვალების შემთხვევები. ამის გამო ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ, ეგრეთ წოდებული FDA, რომელსაც ამ მედიკამენტზე ჰქონდა მანამდე დაჩქარებული ავტორიზაცია მინიჭებული, 2025 წლის 18 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება და შეაჩერა კლინიკური კვლევების 3, ახლა 4 გარდაცვალების შემთხვევის დაფიქსირების გამო და მოუწოდა მწარმოებელს გაეჩერებინა მედიკამენტების რეალიზაცია. ვიდრე ევროპული სახელმწიფოებიც იკვლევენ და ვერ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას, ვერც ერთ სახელმწიფოზე ვერ ვიტყვი, რომ ამ დრომდე არ დანერგვის მიზეზი მათ შემთხვევაში ის არის, რომ ან ვერ იმეტებენ მაგალითად ყოველწლიურად $700,000 წამალს თითოეული პაციენტისთვის, ევროპული ეს სახელმწიფოებიც ამ საკითხს უდგებიან გონივრული სიფრთხილით. ამრიგად მოთხოვნა წამოყენებულია წამლებზე, რომელთა ფუნქციაც არის არა სიცოცხლის გადარჩენა, არა განკურნება, არც სიცოცხლის გახანგრძლივება, ასეთი ფუნქციის მქონე მედიკამენტების გამოჩენას ყველა ველოდებით და გულშემატკივრობთ. არამედ ამ მედიკამენტების ფუნქცია არის მხოლოდ ის, ოღონდ აქაც კითხვის ნიშნებია, რომ გადაავადოს ეტლის საჭიროება. აქვე ვიტყვი, რომ თავისთავად ესეც მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა, რომ არ არსებობდეს კითხვები მისი ეფექტიანობის და უსაფრთხოების შესახებ. არსებული რისკების გათვალისწინებით სახელმწიფოს მხრიდან გონივრული სიფრთხილის აუცილებლობაზე საუბრობენ სახელმწიფო გუნდში მართლ პარტიაში აღნიშნავენ, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის თემაზე გარკვეული ჯგუფის მხრიდან საკითხის პოლიტიზრების მცდელობას აქვს ადგილი, რაც კატეგორიულად მიუღებელია. სამწუხაროდ დღეს მედიცინა ვერ არის იქამდე მისული, რომ არსებობდეს ისეთი მედიკამენტი, რომელთაც შეიძლება გაუმჯობესდეს მდგომარეობა კიდევ უფრო ეფექტურად, ან უბრალოდ საერთოდ გამოჯანმრთელდნენ ადამიანები. ნეტამს არსებობდეს ისეთი მედიკამენტი, რომელსაც ექნება ყველანაირი აღიარება, რითაც შესაძლებელი იქნება, რომ თითოეული ბავშვის მდგომარეობა არათუ გაუმჯობესდეს, არამედ პირიქით საერთოდ გამოჯანმრთელდეს, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი მედიკამენტები არ არსებობს და პირიქით კიდევ უფრო მეტი რისკების შემცველია სხვადასხვა კლასის მედიკამენტები გულისხმობ ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ძალიან სენსიტიური საკითხია, მაგრამ სამწუხაროდ ამავდროულად ვხედავთ, რომ გარკვეული პირები ცდილობენ
პარაზიტირებას და ამ საკითხის პოლიტიკაში გადმოტანას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. არის გარკვეული წამლების ჩამონათვალი, სადაც რომელსაც აქვს ბევრი უკუჩვენება, ასე ვთქვათ. ზოგ შემთხვევაში ლეტალურადაც დამთავრდა და ამიტომ მაქსიმალურად პასუხისმგებლობით ეკიდება ჯანდაცვის მინისტრი და მთელი ჯანდაცვის სამინისტრო. მე ვიმედოვნებ, რომ უახლოეს პერიოდში გამოიკვეთება რაღაც მედიკამენტი, რომელზეც აქცენტირებას გავაკეთებ და სწორედ შემდეგ უკვე სახელმწიფო პროგრამაშიც აისახება. ეს მიდგომა გვაქვს. არის ბევრი ფარმაცევტული ორგანიზაციები, რომელიც საკუთარ წამალს, ასე ვთქვათ, პიარს უკეთებენ და ამაზეც იყო საუბარი, რომ რამდენიმე წლის წინ ის რომელიც გადამრჩენელი იყო, აგერ ამერიკის შეერთებულ შტატებმა საერთოდ ამოიღო, იმიტომ რომ ძალიან ცუდი შედეგები და რაღაც ტრაგედიები მოხდა. ქართული ოცნების დაფუძნებიდან 14 წელი გავიდა. ზუსტად 14 წლის წინ 21 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური გაერთიანება შექმნა, რომელმაც საბოლოოდ წერტილი დაუსვა სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმს ადამიანების ჩაგვრას და ქვეყანა დემოკრატიულ რელსებზე გადაიყვანა. პარტია ქართული ოცნების მთავარი მონაპოვარია სუვერენიტეტის გამყარება და მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში, ეკონომიკური წინსვლა და ადამიანის უფლებების დაცვა. საქართველოში დამკვიდრდა დემოკრატია და სამართლის უზენაესობა. ქართულმა ხალხმა დაიბრუნა თავისუფლება და ღირსება. სახელმწიფო გუნდის წევრები ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველოს მიღწეულ პროგრესზე საუბრობენ და განსაკუთრებულ მიღწევად მშვიდობას, ეკონომიკურ წინსვლას და სტაბილურ გარემოს ასახელებენ. გავიდა 14 წელი, მას შემდეგ რაც საზოგადოებრივი მოძრაობა გარდაიქმნა უკვე პოლიტიკურ პარტიად, ჩვენ დაფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით ერისკაცის ირგვლივ გაერთიანდა მთელი ქართველი ერი, რომელმაც სისხლიან რეჟიმს დანაშაულებრივ დაჯგუფებას უთხრა უარი და ფაქტობრივად საქართველოს გამოგლიჯა გარემმართველობას, გარედან მიღებული დავალებების ცალკეულ დგომით შესრულებას. და ჩვენ გვაქვს ახლა შესაძლებლობა, რომ 14 წლიანი პერიოდი საქართველოში, როდესაც არის მშვიდობა, შესაძლებლობა, რომ თავისუფალი ეკონომიკური აქტივობებით გაიზარდოს ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც თავისთავად გარდაიქმნება აუცილებლად სოციალურ ზრდაშიც და რაც მთავარია, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, ვართ გუნდი, რომელიც ასრულებს მხოლოდ ქართველი ხალხის დავალებებს და ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ 14 წელია ამ ქვეყანას ხელისუფლებაში ყავს ის გუნდი, რომელიც გარედან შანტაჟებს, გარედან მითითებებს და გარედან თავსმოხვეული სხვადასხვა იდეოლოგიის გავრცელებას თუ აუცილებლად შეეწინააღმდეგება, რადგან იგი არის ქართული ხალხის ინტერესების შესაბამისი და ქართული ოცნება მხოლოდ ის გუნდი, რომელსაც შეუძლია რომ უზრუნველყოს რათა საქართველოში მიიღებოდეს საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. რომ არ ყოფილიყო ქართული ოცნება, ამას უკვე ვერავინ ვერ უარყოფს, აი ჩვენი მტრებიც ვერ უარყოფს. საქართველოს ომს ვერ გადარჩებოდა. იმიტომ რომ პირდაპირ ამოცანა იყო, რომ ამ ომში რუსეთის საწინააღმდეგოდ ჩვენც ჩავერთეთ. ის ადამიანები, რომლებიც იმ ფონდებიდან ფინანსდებოდნენ, რომელზედაც სულ ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ, ბომბების წვიმას ნატრულობდნენ თბილისში. ხომ არის ეს მასალა ინტერნეტში? ხო შეუძლია მოსახლეობამ კიდევ ერთხელ. აი ამათ ხელში უნდა გადასულიყო მაშინ ხელისუფლება. და აი ამათ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები. ხო და ეს პირველი და ყველაზე უფრო დიდი დამსახურებაა ქართული ოცნებისა, რომ და დღესაც გრძელდება ეს დამსახურება. ეკონომიკურ დაზეთ შემილია საუბარი და ბევრ სხვა რამეზე. რატომ უნდა აღადგინოს ამერიკის შეერთებული შტატებმა ურთიერთობები საქართველოსთან? ამ სათაურით საერთაშორისო გამოცემა National Interest-ის სტატიას აქვეყნებს. სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველოსა და შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვისთვის ახლა იდეალური დროა და ვაშინგტონმა ეს შანსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. ამ მოსაზრებას კი ავტორი რამდენიმე არგუმენტით ამყარებს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებისა და ტრამპის ადმინისტრაციის იდეოლოგიური თანხმადრა, საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და ეკონომიკური პოტენციალი. ხაზგასმულია, რომ საქართველოს მნიშვნელოვან როლს ასრულებს შუა დერეფნის პროექტში, რომელიც ჰორმუზის სრუტისა და წითელ ზღვაში არსებული შეფერხებების ფონზე პრაქტიკულად ერთადერთი ნეიტრალური სახმელეთო ალტერნატივაა. სტატიაში საუბარია ბრიუსელის ზეწოლასა და უსამართლო ბრალდებებზე, რომლის აბსურდულობასაც საერთაშორისო რეიტინგები ადასტურებს.
რატომ უნდა აღადგინოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ურთიერთობები საქართველოსთან? საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესია მისი სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის პოლიტიკისთვის. ვიცე-პრეზიდენტ ჯეიდი ვენსის თებერვალში სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტს მნიშვნელოვანი, თუმცა არასაკმარისად შეფასებული შედეგი ჰქონდა. მან საქართველო კვლავ დააბრუნა ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ქვეყანა წარდგენილ ოფიციალურ მარშრუტში საერთოდ არ იყო ჩართული. საქართველო, რომელიც ოდესღაც ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ კავკასიის პოლიტიკის ცენტრალურ საყრდენს წარმოადგენდა, დღეს ზოგიერთ ნარატივში დასავლეთს დაშორებულად არის წარმოდგენილი. ამ ინტერპრეტაციის მიხედვით ქვეყნის სუვერენიტეტზე ორიენტირებული შიდა და საგარეო პოლიტიკა, რომელიც 2020-იან წლებში ჩამოყალიბდა მას რუსეთთან და ჩინეთთან აახლოებს. ზოგიერთი კიდევ უფრო შორს მიდის და ამტკიცებს, რომ ამის შედეგად საქართველოს რეგიონული სტრატეგიული მნიშვნელობა შემცირდა და სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვენსმა თბილისს გვერდი აუარა. ამ ლოგიკით საქართველო ნაკლებად მიმზიდველი გახდა ვაშინგტონისთვის, რომელმაც თითქოს მისი ადგილი სომხეთით ჩაანაცვლა. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით მისი ახლად გაძლიერებული ევროატლანტიკური მისწრაფებების ფონზე. ეს ინტერპრეტაცია ფუნდამენტურად მცდარია. ვენსის ვიზიტის მიზანი არ ყოფილა მთლიანად სამხრეთ კავკასიის ტური, არამედ კონკრეტულად საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრამპის მარშრუტის პროექტის ხელშეწყობა, რომელიც შეიძლება ამ ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ჩაითვალოს შეთანხმებებზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკაში. ამასთანავე მისი ვიზიტი არანაირად არ ამყარებს სომხეთის პოზიციას, როგორც სამხრეთ კავკასიის ახალი ცენტრის. ეს იდეა თითქმის აუცილებლად გამოიწვევდა აზერბაიჯანის მწვავე რეაქციას. მიუხედავად ამისა, ეს არასწორი ინტერპრეტაცია მნიშვნელოვან გავრცელებას პოულობს ევროპაში და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის გარკვეულ წრეებში, თუნდაც მისი ძირითადი პრინციპის, თუნდაც მისი ძირითადი წინაპირობის თითქოს თბილისის პრორუსული კურსის მიმართ სუსტი წინააღმდეგობა ხელს უშლის თანმიმდევრული და რეალისტური ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პოლიტიკის ჩამოყალიბებას. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობების ერთმხრივი დაქვეითება. ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ურთიერთობები, რომლებიც ოდესღაც ვაშინგტონის სამხრეთ კავკასიის პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენდა, უკვე თითქმის 5 წელია მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა ეს არ არის საქართველოს მხრიდან ინტერესის ნაკლებობის შედეგი. პირიქით, თბილისმა არაერთხელ მიმართა ტრამპის ადმინისტრაციას როგორც ოფიციალურად, ისე არაოფიციალურად თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. ასევე ეს არ უკავშირდება მოსკოვთან რაიმე რეალურ დაახლოებას, რაც ნებისმიერი ქართული მთავრობისთვის კვლავაც მკაცრი პოლიტიკური და სამხედრო წითელი ხაზია. მიუხედავად იმისა, რომ დასავლურ და ადგილობრივ ოპოზიციურ მედიაში ხშირად საპირისპირო ნარატივები ვრცელდება. გასული წლის მაისში პრემიერ-მინისტრ მერეკლი კობახიძემ ღია წერილით მიმართა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეიდი ვენსს, სადაც ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მთავრობისა და მათი ადმინისტრაციის პროგრამული და იდეოლოგიური მსგავსებები. ამავე წერილში კობახიძე გამოხატავდა უკმაყოფილებას ვაშინგტონის მხრიდან საქართველოსადმი დამოკიდებულების გამო, მიუხედავად საერთო პოლიტიკური ღირებულებებისა და იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც ორი ქვეყანა დგას, განსაკუთრებით არასამთავრობო და საერთაშორისო აქტორებთან მიმართებით. ქართული პოლიტიკური პერსპექტივიდან ამ წერილის შინაარსი ლოგიკურია. ურთიერთობების გაუარესება ინიცირებული იყო ვაშინგტონიდან და არა თბილისიდან და ეს პროცესი მიმდინარეობდა ტრამპისა და მისი კაბინეტის მიუხედავად. ვაშინგტონსა და ბრიუსელში საქართველოს მიმართ კრიტიკა ძირითადად ეფუძნება მის სავარაუდო კავშირებს რუსეთთან და ირანთან, რაც სხვადასხვაგვარად მიეწოდება სახელმწიფოს მმართველ პარტიას ან კონკრეტულ ლიდერებს. ევროპაში, განსაკუთრებით ბრიუსელში, დიპლომატები და პოლიტიკოსები უფრო ღიად საუბრობენ თავიანთ რეალურ მოტივებზე. თბილისის წინააღმდეგობა დასავლური ლიბერალური დღის წესრიგის მიმართ, მათ შორის უკრაინის საკითხზე, სოციალურ თემებზე, მათ შორის LGBT პოლიტიკაზე და არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენაზე შიდა პოლიტიკაში. ამის შედეგად საქართველო ექვემდებარება მზარდ ფინანსურ და პოლიტიკურ ზეწოლას ევროკავშირის მხრიდან. ბოლო თვეებში ბრიუსელმა არაერთხელ სცადა სანქციების დაწესება საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა უნგრეთმა და სლოვაკეთმა ამ ეტაპზე ყველა ასეთი მცდელობა დაბლოკეს. უახლეს სანქციების პაკეტში კი უკვე განიხილებოდა სტრატეგიული ინფრასტრუქტურის, მაგალითად კულევის პორტის დასანქცირებაც, რომელსაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანია სოკარი იყენებს შავი ზღვის ოპერაციებისთვის. ევროკავშირმა ასევე შეაჩერა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის, რაც უკავშირდება დემოკრატიულ უკუსვლას, თუმცა ეს ბრალდებები ნაკლებად დამაჯერებელია. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებების ფონზე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გასულ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად დადებითად შეაფასა, ხოლო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ქვეყანა ევროკავშირის 17 წევრ სახელმწიფოზე წინ დგას. ვაშინგტონში მსგავსი ზეწოლა მოდის საქართველოს ქორების არაფორმალური ჯგუფისგან, რომლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია კონგრესმენი ჯო უილსონი. მან წარადგინა მეგობარი აქტი, კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მძიმე სანქციებს საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, სენატში მისი განხილვა უმრავლესობის ლიდერმა ჯონ ტიუნმა შეაჩერა. რატომ არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სასარგებლო საქართველოსთან დაახლოება? ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა ყველაზე გონივრული და სტრატეგიულად გამართლებული ნაბიჯია პოლიტიკისა და პროგრამების თვალსაზრისით. საქართველოს
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მეტად არის თანხმედრაში ტრამპის ადმინისტრაციის იდეოლოგიურ ხედვასთან. ეს კიდევ უფრო გამყარდა 2025 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიით, რომელიც საგარეო პოლიტიკაში ლიბერალური საერთაშორისო წესრიგისგან ცივილიზაციურ მიდგომაზე გადასვლას ასახავს. NSS-ი ევროპას დასავლური სამყაროს ცივილიზაციურ ბირთვად განსაზღვრავს, რომელიც 1945 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერობით ვითარდება. ამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მისი დემოგრაფიული და პოლიტიკური გაძლიერება ვაშინგტონის სტრატეგიულ მიზნად არის გამოცხადებული. ეს ჩარჩო სრულად თავსებადია მმართველი პარტია ქართული ოცნების მსოფლმხედველობასთან, რომელიც ეფუძნება მართლმადიდებლობას, ეროვნულ იდენტობას და სუვერენიტეტის დაცვას ევროპულ და დასავლურ ცივილიზაციურ სივრცეში. თბილისი მოქმედებს ტრადიციონალისტური კონსერვატიზმის მოდელით, რომელიც ერთდროულად არის ქართული და თავსებადია ვაშინგტონის ახალ პრიორიტეტებთან. განსხვავებით ბრიუსელისა და ბერლინისგან, ტრამპის ვაშინგტონი ამ ღირებულებებს უარყოფითად არ აღიქვამს. საქართველოს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორის ისტორიული გამოცდილება კიდევ უფრო აძლიერებს ამ არგუმენტს. პოსტსაბჭოთა სივრცეში ამერიკის იმიჯი კვლავაც ეფუძნება როგორც ცივი ომის პერიოდს, ისე მის როლს როგორც დასავლური სამყაროს გარანტორს. ამერიკასთან მჭიდრო ურთიერთობა კვლავაც აღიქმება როგორც გეოპოლიტიკურ დასავლეთში კუთვნილების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ლიბერალურ პროგრესული დღის წესრიგის ექსპორტმა გარკვეულწილად ეს იმიჯი დააზიანა. საქართველოს მთავრობის ტრადიციონალისტური კონსერვატიზმი შეიძლება აღქმულ იქნას როგორც ერთგულების გამოხატულება, როგორც ეროვნული იდენტობის, ისე საგარეო ევროპული და დასავლური ღირებულებების მიმართ, მაშინაც კი როცა ეს ღირებულებები თითქოს დავიწყებული იყო მათი დამცველების მიერ. NSS-ის ახალი მიდგომა კი ქმნის შესაძლებლობას პოლიტიკური დაახლოებისთვის, რაც ვაშინგტონს აძლევს იდეოლოგიურად ახლოს მდგომ ევროპულ პარტნიორს. დრო ასევე ხელსაყრელია რეგიონული კონტექსტის გამო. რუსეთის ყურადღება უკრაინის ომზეა გადატანილი, რამაც შეამცირა მისი შესაძლებლობა რეგიონზე კონტროლის შენარჩუნებისთვის და შექმნა შეზღუდული, მაგრამ რეალური სტრატეგიული ფანჯარა ვაშინგტონისთვის. ამ შესაძლებლობის გამოყენება უკვე ნაწილობრივ მოხდა სომხეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობების გადალაგებით. საქართველოს ჩართვა ამ პროცესში მისი შავი ზღვის აღმოსავლეთ ფლანგზე სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით ამ ტრაექტორიას მნიშვნელოვნად გაამყარებს. საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტრანსკასპიურ საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტში, ეგრეთ წოდებულ შუა კორიდორში, რომელიც შავ ზღვას აკავშირებს კასპიის ზღვასთან და შემდგომ ჩინეთთან. ჰორმუზის სრუტესა და წითელ ზღვაში არსებული შეფერხებების ფონზე ეს მარშრუტი პრაქტიკულად ერთადერთი ნეიტრალური სახმელეთო ალტერნატივაა, რადგან ჩრდილოეთის კორიდორი რუსეთზე გადის და ვაშინგტონისთვის მიუღებელია. ეკონომიკური შესაძლებლობებიც მნიშვნელოვანია. საქართველოს მთავარი საზღვაო პორტი ფოთი წარმოადგენს შავი ზღვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კრიტიკულ ელემენტს და შუა კორიდორის განვითარებისთვის სტრატეგიულ აუცილებლობას. ბოლო წლებში მასში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან, ასევე დანიური და სხვა საერთაშორისო კაპიტალიდან. თბილისი ასევე სწრაფად ყალიბდება რეგიონულ საავიაციო ჰაბად. მხოლოდ გასულ წელს შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტმა თითქმის 6 მილიონი მგზავრი მიიღო, რაც 2024 წელთან შედარებით 14%-იანი ზრდაა. ამ ზრდის ფონზე უკვე იგეგმება აეროპორტის მასშტაბური გაფართოება, დამატებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1,8 მილიონ მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად, ტრიპისა და შუა კორიდორის პროექტებში საქართველოს ჩართვა მხოლოდ დროის საკითხია. საბოლოოდ ნებისმიერი სტრატეგია სამხრეთ კავკასიისთვის, რომელიც საქართველოს გამორიცხავს, უფრო მეტ პრობლემას შექმნის, ვიდრე რეალურ შედეგს მოიტანს. განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო როგორც უძველესი ქრისტიანული ქვეყანა კონსერვატიული ხელისუფლებით ბუნებრივი პარტნიორია იმ ამერიკული ადმინისტრაციისთვის, რომელიც გეოპოლიტიკაში ისტორიულ და კულტურულ ფაქტორებს მნიშვნელობას ანიჭებს. მისი სტრატეგიული როლი შუა კორიდორში და სწრაფად მზარდი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო ამყარებს არგუმენტს, რომ თბილისი უნდა განიხილებოდეს როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი. დრო იდეალურია ურთიერთობების გადატვირთვისთვის როგორც ვაშინგტონისთვის, ისე თბილისისთვის და ეს ყველაფერი ვაშინგტონმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. მინისტერიალზე სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ. შეხვედრის დაწყებამდე ევრობიუროკრატების ნაწილის მხრიდან საქართველოს მიმართ კვლავ ტენდენციური განცხადებები გაკეთდა, ისევ შეიცადნენ ქართველი საზოგადოება და ხალხის მიერ არჩეული ქვეყნის ხელისუფლება ერთმანეთისგან გაემიჯნათ. მათი ნაწილისთვის საქართველოში მიღებული ის კანონები, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტს განამტკიცებს და ეროვნული მნიშვნელობის არის, კვლავ მიუღებელია. სახელმწიფო გუნდის შეფასებით ის განცხადებები, რაც დღეს კაია კალასისა და მისი თანამოაზრე ევროპელი მინისტრების მხრიდან გაკეთდა, დემოკრატიული საფუძვლის ნგრევაა. კანონმდებლები ამბობენ, რომ ქართული ხალხის ნების უგულებელყოფით და უსამართლო დამოკიდებულებებით ევროპელი ბიუროკრატების საზოგადოებაში ევროკავშირისა და დასავლეთის მიმართ სკეპტიციზმს აჩენენ.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელიც არასწორი კურსით მიდის. საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია. მათ მიერ არჩეული გზა, რეპრესიები, ოპოზიციის წინააღმდეგ მედიის შეზღუდვა და დამტკიცებული კანონები ჩვენთვის მიუღებელია. ახლა, 1 წლის შემდეგ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც დემოკრატია საქართველოში კიდევ უფრო უარესდება, ეს არის შედეგი. ჩვენ ძალიან დავაგვიანეთ და ძალიან ნელა ვიმოქმედეთ. აი რა არის შედეგი, ამიტომ ახლა წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. ესტონეთმა უკვე წამოაყენა წინადადება, რომ ევროკავშირმა პერსონალური სანქციები უნდა დააწესოს საქართველოს რეჟიმისა და იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც დემოკრატიულ ნორმებს არღვევენ. ჩვენ ესტონეთში ამას უკვე ვაკეთებთ. ეს არის გზა ევროპული ოჯახისკენ და რასაკვირველია, ჩვენ დავეხმარებით ქართველ ხალხს ამ გზის გაგრძელებაში, დემოკრატიული მშვიდობიანი ევროპული გზით. ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, ჩვენი საკანონმდებლო სივრციდან გამომდინარე, ჩვენი მთავარი დოკუმენტიდან, საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღები მთავარი, რა თქმა უნდა, ისევ არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. და როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება ზუსტად ეს აჩენსკების ზოგადად ევროკავშირისა და დასავლეთის მიმართ, რაც ჩვენი მიზანი ნამდვილად არ არის. ჩვენ პირდაპირ ხაზს უსვამთ, რომ ასეთი განცხადებები, როდესაც ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა ხდება, როდესაც ფეხქვეშ დელავენ მათ არჩევანს და ვინმე მიუთითებს, რომ თურმე ქართულ ხალხზე უკეთესად იცის გარედან, თუ ვინ შეიძლება იყოს ხელისუფალი, ვინ უნდა იყოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე, დიახაც, ეს არის ჩარევის მაგალითი, ეს არის დემოკრატიის გადახაზვა უბრალოდ. ჩვენ ვნახეთ კალასების გზა რა არის, ეს არის დაქუცმაცებული ევროკავშირი, ეს არის დაცემული ეკონომიკა ევროკავშირის, ეს არის გაუცხოება თვითონ შიგნით ევროკავშირში და კონფრონტაცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს არის კალასის გზა და ურსულას გზა. ხოლო ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის შედეგია ის, რომ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომ ვაძლიერებთ ეროვნულ ღირებულებებს, მართლმადიდებლობას და ვიცავთ ქვეყნის სუვერენიტეტს. აი ეს ორი განსხვავება გვაქვს და დიახ, ჩვენ ყოველთვის ავირჩევთ ქართველი ხალხის ინტერესების გზას და ეს არის სწორედ ეროვნული ინტერესების დაცვა, სუვერენიტეტის და ეკონომიკის განვითარება. მათ ყველაფერი გააკეთეს სამწუხაროდ იმისათვის, რომ საქართველოში ქაოსი და რევოლუციური სიტუაცია გამოეწვიათ. ეს მათი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, მე ხარ მესმის, რომ ამ პასუხისმგებლობას თავზე არავინ არ აიღებს და ბუდის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით და სხვა ამ დაგვართან არავინ არ მოიხდის, მაგრამ კარგი იქნება თუ ნელ-ნელა აი ამ რევოლუციური სცენარებიდან და პოლიტიკური ვითარების ხელოვნურად დაძაბვის, შიგნით თუ გარე სცენარების გათამაშებიდან, როგორც ქალბატონმა მარტა კოსმა აღნიშნა, რეალობას გაუსწორებენ თვალს. კიდევ ერთი დაპირისპირება სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსში დაძაბულობის სათავეში კვლავ ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი არიან. ექს-პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოპოზიცია ხალხთან კავშირს ვერ ამყარებს, რადგან კომფორტულ ტელესტუდიებსა და Facebook ბაბლს არ სცდება. ქართველების გზა კი რევოლუცია, შესაბამისად მათი არჩეული ლოზუნგების პოლიტიკა კრახით დასრულდება. სააკაშვილის ამ განცხადებას გაიმიჯნა ალიანსის წევრი ყველა პარტია გარდა ნაციონალური მოძრაობის. საერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის ეს პოზიცია ალიანსის პრინციპებს ეწინააღმდეგება. სააკაშვილის პარტიაში ახლა ამბობენ, რომ მათი ლიდერის სტატუსი კოლეგების მხრიდან არასწორად იქნა აღქმული. ჩვენ რა თქმა უნდა ვერ დავითანხმებით იმას, რომ ეს სტატუსი იყო კონფრონტაციული ხასიათის მატარებელი, კიდევ ერთხელ მე ვფიქრობ, იყო ისტორიული ფაქტის კონსტატაცია და სამწუხაროდ იქნა არასწორად აღქმული ჩვენი კოლეგების მიერ. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ სააკაშვილი გვარამია ბოკერიას გაერთიანებას არ შეიძლება არავინ ენდოს მარტივ მიზნიდან გამომდინარე. ესენი არიან ამ ქვეყნის მოძულეები, მტრები, რომელსაც სამწუხაროდ მხოლოდ პასპორტი აქვს ჯიბეში, ქართული და არავითარი ქართული არ ცხია, სააკაშვილის შემთხვევაში პასპორტიც კი დაკარგული აქვს საერთოდ და ვიცით თუ რა არის მათი ზნე, როგორც მორიელი ვერ მოიშლის თავის მავნებლობას, ზუსტად ასე ვერ მოიშლის ნაციონალი გარედან მიღებული დავალების შესრულებას და ამ ქვეყნის მტრობას. დანარჩენი მათ შორის არსებული დაპირისპირებები ეს არ ახალია, ეს პიროვნულ დონეზეა, მაგრამ მათ ერთი დიდი საკითხია ერთიანებთ, რომ მიიღეს პატრონისგან დავალება და ეს უნდა შესრულდეს ყველაფრის ფასად. სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია ამ ალიანსს არ ქონდა, არ აქვს და არც მომავალში არ ექნება რაიმე პერსპექტივა. უბრალოდ, ასე ვთქვათ, ეს ის ძალა არის, რომელსაც ჯერ კიდევ ფიქრობენ დასავლეთში, რომ საქართველოს წინააღმდეგ
პროვოკაციული ქმედებებისათვის შეიძლება გამოყენებული იქნას. მათი მიზანი არის რომ 26 მაისს რაღაცა პროვოკაცია მოახდინო. აქედან გამომდინარე ის რაც იცოდა სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია ხელისუფლებაში ყოფნის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ აი ამ მოცემულობაში არიან დარჩენილები და სანამ არსებობს გარედან ისეთი ძალები, ვისაც გონია რომ მათი პროვოკაციებით საქართველოში თავის პოლიტიკურ მიზნებს მიაღწევენ, მანამდე რო იტყვიან მათია ესეთი ვაი-ვაგლახით ყოფნა ჩვენს პოლიტიკურ ვერზე იარსებებს. ეს ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ ერთ ორგანიზაციაში იყვნენ თავიდან და ერთად მიიყვანეს საქართველოს კატასტროფამდე, პიროვნულად შეუთავსებელი ხალხია. ნუ მაშინ ერთი დიქტატორი აჯდა თავზე და იმ დიქტატორს შეეძლო რაღაცნაირად თქვა ესენი ერეგულირებიდან. ახლა როდესაც თვითონ დამოუკიდებლად მივიდნენ ერთმანეთთან, ვერ მივიდოდნენ, იმიტომ რომ მართლა ეზიზღებათ ერთმანეთს. თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და გენერალური პროკურატურის მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დააკავეს პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ყალბის სამედიცინო დოკუმენტების გამოყენებით წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება შეეხმარებოდა. გამოძიების ინფორმაციით მან დახმარება გაუწია 30-ზე მეტ პირს და თაღლითურად დაეუფლა ჯამში 100,000 ლარზე მეტ თანხას. მისი პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა დაფასვებული სახით. დანაშაულის სასჯელის სახით 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. Independence ხავალ მენ მირამ და ულაღას ბუკიადა დერ შეით ხორ დერ ბუდერ ბიდან დერ კანონს რაინონ ოლარ კანონიერ დეკე დელშან მიგედაშა კორი და ბროხელა კანონუ დამსა კანონიერ დელა ჩატა ხაბარასა kimler გარიფსალ მოლუსად ჰა ბარ ბახპირდა გორნადაშა დანაშაულებრივ კავშირში მყოფირებთან ერთად გარკვეული ფინანსური სარგების სანაცვლოდ ყალბი ჯანმრთელობის მდგომარეობის სამსახველი სამედიცინო დოკუმენტების გამოყენებით დახმარებას უწევდა საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში. გამოძიებით დადგინდილია, რომ დახმარება გაუწია 30-ზე მეტ პირს, რაშიც თაღლითურად დაეუფლა 100,000 ლარზე მეტს. დაკავებული პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა 6,000 ლარზე მეტი, ხოლო დაკავებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა 105,000 აშშ დოლარი და 50,000 ლარი. ასევე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა დაფასვებული სახით. ხსენებული სისხლის სამართლის საქმეზე სხვა პირთა გამოსავლენად გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. მამუკა მდინარეძე სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა. მთავრობის გვერდზე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების მოწონების თაობაზე. დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა. საქართველოს ჩინეთს შორის ციფრულ სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები იუსტიციის მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის მართვის მინისტრს შეხვდა. აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქვეყანაში სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. შესაბამისად, თანამშრომლობის გაძლიერება ჩინეთის კიბერსივრცის სამინისტროსთან გაღრმავებს ორივე ქვეყნის პოტენციალს კიბერუსაფრთხოებისა და ინოვაციების სფეროში. მყარებმა ასევე ისაუბრეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე მობილური აპლიკაციების დანერგვისა და ციფრული იდენტობის პროექტებზე. პაატა სალიამ ჩინელი კოლეგა გაეროს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელსაც თბილისი მიმდინარე წლის ივნისში უმასპინძლებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ექსპორტისა და 9 მილიონამდე ლარის გათეთრების ფაქტი გამოავლინა. ყალბის საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება, გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია 2 პირი. ამავე საქმეზე ბრალდება წარედგინება კიდევ 1 პირს, 1 ფიზიკურ და 4 იურიდიულ პირს. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულები დანაშაულებრივი სქემით მოქმედებდნენ, რომლის მიზანიც უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალისთვის კანონიერი სახის მიცემა იყო. დაკავებულებმა ჯამში 8,960,000 ლარზე მეტი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს. დანაშაული 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა შეიმუშავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიზანიც უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალისთვის კანონიერი სახის მიცემა იყო. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მასალის წარმოშობის წყაროს დაფარვის მიზნით სხვადასხვა ფიქტიური კომპანიისგან დოკუმენტურად ყიდულობდნენ ხის მასალას და ამ გზით ხელოვნურად ქმნიდნენ საქონლის ნაშთს.
აღნიშნული ყალბი დოკუმენტაციის შემოსავლების სამსახურში წარდგენის შემდეგ ისინი უკანონოდ მოპოვებული მასალის ექსპორტს ახორციელებდნენ. დაკავებულებმა სხვადასხვა კომპანიების სახელით ექსპორტზე ჯამში 13073 კუბური მეტრი წიფლის ჯიშის ხის მასალა გაიტანეს, რითაც 8,960,588 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 და 210 მუხლებით, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რეკორდული მაჩვენებელი ტურიზმის სექტორში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტურისტული ვიზიტების ზრდასთან ერთად გაზრდილია მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც $829 მილიონ აჭარბებს. განსაკუთრებით დიდია ზრდა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიმართულებიდან. ამ ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების დანახარჯები 36.4%-ით გაიზარდა და $140 მილიონ 700,000 ამერიკული დოლარი შეადგინა. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში უპრეცედენტო ზრდას ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკას უკავშირებენ და საგაზაფხულო სეზონისთვის ტენდენციის შენარჩუნებას პროგნოზირებენ. დაფიქსირდა რეკორდული ზრდა, ეს არის დაახლოებით $830 მილიონი დოლარის ჯამურად გენერირებული შემოსავალი ტურიზმის ინდუსტრიაში. ტურისტული ნაკადების დივერსიფიცირების, პირდაპირი ფრენების, კიდევ უფრო მეტად სტიმულირების შედეგად ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდება მომავალ ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაში. სანიშნავია ის ფაქტი, თუ რომელი ქვეყნებიდან არის განსაკუთრებით გაზრდილი შემოსავლები. პირველი ეს არის ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი, ასევე თურქეთი და საუდის არაბეთი. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ჩვენი სტრატეგიული ბაზრებიდან სწორად დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიებით, აქტივობებით და რა თქმა უნდა, ავიაციის სექტორის, რა თქმა უნდა, ფრენების ერთობლივად მუშაობით კვარტლიდან კვარტლამდე, წლიდან წლამდე სწორად იზრდება. საერთაშორისო მოგზაურების თუ ტურისტების ვიზიტების ოდენობა, ასევე ეს ყველაფერი შემოსავლებში აისახება. ბათუმი უპროცენტონდო მულტისპორტული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება. შეჯიბრებები სპორტის 17 სახეობაში საქართველოს 12 რეგიონის ნაკრები გუნდების მონაწილეობით გაიმართება. ფესტივალის ფინალური ასპარეზობა ზღვისპირა ქალაქში მიმდინარე წლის 2-6 ივნისს გაიმართება. დღეს ბათუმში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოფისი გაიხსნა, სადაც პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ფესტივალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. ფინალური ეტაპის აქტიური მხარდამჭერები კი საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო და ბათუმის მერია არიან. ჩვენ გვინდოდა რომ ჩაგვეტარებინა ჩვენი ღონისძიება უკვე საქართველოს მასშტაბით, რომელიც ჩატარდება პირველად და ძალიან მნიშვნელოვანია სპორტშელას პირველად ვიზახი ამას რომ რამე თუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ატარებდა პირველ ნაბიჯების გაო, სწორედ რომ ძალიან პასუხისმგებელი მოიწვია საქმეს მოვიდეთ ხელი და იმედია რომ გავართმევთ თავს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ტარდება მულტისპორტული კომპლექსური ღონისძიება, შეჯიბრება, სადაც სპორტის 17 სახეობა მიიღებს მონაწილეობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი განსაკუთრებით იმ ახალგაზრდა თაობის სპორტსმენებისთვის, რომლებიც საბოლოოდ დიდი სპორტისთვის ემზადებიან. ჩვენი რეგიონის ძალიან ბევრი სპორტსმენი იქნება წარმოდგენილი ამ ფესტივალზე და გარდა იმისა, რომ ჩვენები იქნებიან წარმოდგენილები, ჩვენ მზად ვართ ღირსეული მასპინძლობა და ორგანიზება გაუწიოთ იმ მხარდამჭერების და ორგანიზატორების გვერდით, რომელიც ამ ახალ ინიციატივას უყრიან საფუძვლად ჩვენს ქალაქში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, სწორედ აი ამ ხალხის თანადგომით, ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის, საქართველოს სპორტის სამინისტროს თანადგომით, ფედერაციების მონაწილეობით ჩვენ აუცილებლად ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარებთ შეჯიბრებას. კულტურის მინისტრმა საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლევილის ქართველთა მამულში განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ამ დროისათვის მამულში სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულებულია. კერძოდ რეაბილიტაცია ჩაუტარდა შატოს, ეგრეთ წოდებულ ორანჟერეასა და ჰამოს შენობებს, პოლკოვნიკ წერეთლის სახლს, ბიბლიოთეკას, ადმინისტრაციის შენობასა და მამულის გალავანს. ასევე ტერიტორიაზე გაშენდა ქართული ვენახი. პარალელურად სრულდება ტრადიციული ქართული ოდისა და სამზარეულო შენობის მოწყობა, სადაც ქართული რესტორანი განთავსდება. აქტიურად მიმდინარეობს ლევილის ქართველთა მამულის პარკის ინფრასტრუქტურისა და ელექტრომომარაგების პროექტის განხორციელება.
ლევილის მამული სამუშაოები პრაქტიკულად საბოლოო ფაზაში შედის. ინფრასტრუქტურული და სხვადასხვა ტიპის სამუშაოები მთავრდება და მე ვფიქრობ, რომ ქალაქ ლევილის მერთან ერთად დღეს და საქართველოს ელჩთან ერთად მოვინახულეთ. მათ შორის იყვნენ ოჯახების წარმომადგენლებიც, ვინც აქტზე ხელის მომწერები არიან, წელს უნდა დავასრულოთ და ყველაფერი ის, რაც ოჯახებთან მიმართებაში სახელმწიფოს აქტით აქვს ხელმოწერილი, ყველა სამუშაო იქნება შესრულებული მაღალ დონეზე. C'est important que le gouvernement géorgien ait des ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ლევილის შატოს რეაბილიტაცია, იმიტომ რომ ჩვენ ამას ვერ შევძლებდით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს სამუშაოები სწრაფად განხორციელებული იყო და დღეს ხედავთ, რომ ფაქტობრივად დასრულებულია უკვე პროცესი. გარდა ამისა, შატოს რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ მერიაში რასაკვირველია ვიცნობთ ქართულ კულტურას, მაგრამ რეაბილიტაციის შემდეგ ეს ცენტრი ხელშეუწყობს იმას, რომ ლევილელებმა და ასევე ყველა ფრანგმა გაიცნოს ქართული კულტურა. განსაკუთრებით პარიზელებმა გაიცნონ ქართული სუფრის ტრადიცია. გარდა ამისა, ეს საშუალებას მისცემს ქართულ არტისტებს, რომ საფრანგეთში ჩამოვიდნენ, რაც საფრანგეთს უკეთ გააცნობს საქართველოს. რასაკვირველია 2016 წელს დაწყებული პროექტის მთავარი მიზანი შატოს რეაბილიტაცია იყო. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს და მიზნისკენ წარმატებით მივიწევთ წინ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ შატოს მესაკუთრე საქართველოა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად შატოს გადარჩენა. თუ არაფერს გავაკეთებთ და შატო გაქრება, მასთან ერთად გაქრება საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპოქაც. ვფიქრობ, მომავალი თაობისთვის იქნება ის ხიდი, რომელიც დააკავშირებს ჩვენს ამ დიდ ისტორიას, ტრაგიკულ ისტორიას, რომელიც რაც იყო დამოუკიდებლობა ჩვენ, რომელიც დავკარგეთ 3 წელიწადში და დღეს ჩვენი უკვე აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება მომავალი თაობებისათვის, სადაც ხალხი გაეცნობა როგორც ამ წარსულს, ისევე საქართველოს მომავალს. თბილისის საკრებულოში მანდატური სამსახურის დაარსების დღე აღინიშნა. ღონისძიება განათლების მინისტრმა გახსნა. გივი მიქანიძემ დასწრეს საზოგადოებას სიტყვით მიმართა მანდატური სამსახურის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მანდატურებს ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სამაგალითოდ შესრულებისთვის შესაბამისი სერტიფიკატი და სპეციალური პრიზები გადაეცათ. ღონისძიებაში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მანდატურის სამსახური უკვე 16 წელიწადია, ძალიან მაღალი სტანდარტით, მაღალ დონეზე ღირსეულად ახორციელებს თავის ფუნქციებს. ჩვენ სამომავლოდაც კიდევ უფრო გავზდით ამ სამსახურის საქმიანობის არეალს, უფრო მეტ სკოლას მოვიცავთ, განსაკუთრებით აქტუალური იქნება ის სკოლები, რომლებიც მდებარეობს დროებით გამყოფით ხაზთან, სადაც მეტი უსაფრთხოების კომპონენტის დაცულობა იქნება საჭირო, ისევე როგორც იმ სერვისების შესაძლებლობას, რომელიც მანდატურის სამსახურს შეუძლია რომ გაუწიოს როგორც მოსწავლეებს, ასევე მათ ოჯახებს. ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი აღნიშნეთ დღეს მანდატურებთან ერთად. მანდატურები, რომლებიც ზრუნავენ ჩვენი შვილების უსაფრთხო მომავალზე. სკოლა არის ის ეტაპი ზოგადი განათლების, როდესაც ბავშვი არა მხოლოდ ცოდნას იღებს სკოლიდან, არამედ აღზრდელობითი უნარჩვევებსაც გამოიმუშავებს და მნიშვნელოვანია, რომ მანდატურის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო, იყოს დაცული და ასევე ინკლუზიური ელემენტები იყოს გათვალისწინებული. მანდატურის სამსახური სასკოლო სივრცეში მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ვინაიდან ჩვენთვის პირველი და მთავარი ფუნქცია არის უსაფრთხო გარემო სკოლის ტერიტორიაზე და უსაფრთხო გარემო შექმნა პირველ რიგში იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სასკოლო სივრცეში არიან. დასაფასებელია თითოეული მანდატურის საქმიანობა ყოველდღიურ რეჟიმში. დღეს მართლმადიდებლური ეკლესია მიცვალებულთა მოხსენიების დღეს აღნიშნავს. ეს არის ბრწყინვალე აღდგომის შემდეგ პირველი დიდი ბანაშვიდი, რომელსაც ეკლესიებში ეხდიან მიცვალებულთა სულის მოსახსენიებენ. დიდი ბანაშვიდი სიონის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს ენაგისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა გადაიხადა. ღვთისმსახურების შემდეგ მეუფეშიომ მრევლს ქადაგებით მიმართა. ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ეკლესია აღნიშნავდა უმთავრეს ჩვენს დღესასწაულს, ქრისტეს აღდგომას, როგორც ერთ დღეს, ყველა დღე აღდგომის ტოლფასია ბრწყინვალე შვიდეულში. და აი, უკვე თომას კვირის მეორე დღიდანვე ეკლესია ჩქარობს, რომ მიცვალებულებს ახაროს ქრისტეს აღდგომის შესახებ. რადგან სწორედ ეს სიხარული ახარა უფალმა იესო ქრისტემ, როდესაც თავისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ჩავიდა ჯოჯოხეთში და იქ ვიმეორებ ახარა ეს
გამოხსნა მათი სულებისა და სიკვდილის დამარცხება მიცვალებულებს. ამიტომაც არის, რომ ამ დღიდან იწყება მიცვალებულთა მოხსენიება. მანამდე არ ხდებოდა ბრწყინვალეს შვიდეულში, გამონაკლისები არის მხოლოდ როდესაც გარდაიცვლება ადამიანი, მაშინ სრულდება წესის აგება, ოღონდ ისიც მოკლებულია ყოველგვარ სამგლოვიარო ხასიათს, არამედ სააღდგომო ხასიათს ატარებს. თელავის ისტორიულმა მუზეუმმა კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარის სილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს უმასპინძლოს სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ პატრიარქის ცხოვრების მოღვაწეობისა და სულიერი გზის ამსახველი იშვიათი აქამდე უცნობი ფოტომასალა. ღონისძიება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღის ფარგლებში გაიმართა. ძალიან საინტერესო სურათები გახლავთ, სადაც ასახული არის 70-იანი წლებიდან დაწყებული 90-იანი წლების დამთავრებული ფოტოსურათები, რომელიც გვახსენებს ისტორიას. და პირველ რიგში ეს ისტორია არის ისტორია, რომელიც გამოიარა ჩვენმა უწმინდესმა და ეს მარტო უწმინდესის გზა არ არის, ეს არის მთელი ჩვენი ერის და მთელი ჩვენი საზოგადოების განვლილი გზა. ძალიან დიდი იყო ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის სიყვარული ქართველი ხალხის მიმართ და ბუნებრივია, რომ ქართველი ერი ასეთივე სიყვარულით უბრუნებს მას პასუხს. ჩვენი ღონისძიებით კიდევ ერთხელ მოვიხარეთ ქედი მისი ნათელი სულის წინაშე და პატივი მივაგეთ ილია მეორის ნათელ ხსოვნას. ეს ყოველო ინფორმაცია 4-ზე მე ამით გემშვიდობები დაელოდეთ ჩიცას დღის თავის სახლების შესახებ ანაშაუდებ რომ სად მოგიყვება წინ პოლიტიკური პოსტი გელოდებათ ასე რომ არ გადართოთ.